მინდა გიამბოთ ჩემს შესახებ. სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ, როგორც წამდებით. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მინდა იცოდეთ, რომ მე ვარ 8 წლის პირველი კურსის ინკოგნიტუელი ეკატერინე გოჩიაშვილი. მეყვარს სპორტი, დავდივარ კიდევაც. ჩემი დიდი ოცნებაა გავხდე წარმატებული ჟურნალისტი და გამოვიდე მომღერალი, რადგან ძალიან კარგი სმენა მაქვს, ანუ ძალიან კარგად ვმღერი. ხავს დაასახელა ტაისია, საყვარელი 7 წლის. მოდით მე დროს არ დავყალავ, რადგან დრო ჩვენთვის ძვირფასი რამაა და პირდაპირ გადავალ თემაზე, ანუ კითხვებზე. კი ბატონო. მოგწონთ თუ არა თქვენი პროფესია? ძალიან მომწონს. აბა როგორ ვიქნებოდი მაშინ რომ ამ ძალიან დიდი ხანია, წლებია მე ამ პროფესიაში ვარ, მაგრამ იცით რა, მე შევიცვალე პროფესია. ჯერ ვიყავი მსახიობი, იმიტომ რომ მე სამსახიობო დავამთავრე და მე წავედი მეტყველების პედაგოგად თეატრალურ უნივერსიტეტში, მაშინ ინსტიტუტი ერქვა. და 79 წლიდან ვარ თეატრალურ უნივერსიტეტში ამჟამად მეტყველების პედაგოგად. რა არის თქვენი ოცნება? ჩემი ოცნება მშვიდობა. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობა. მშვიდობა რომ იქნება, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვობაში ვინ გინდოდათ გამოსულიყავით? ვინც მინდოდა ის გამოვედი. მსახიობი მინდოდა და ვარ მსახიობი, რა თქმა უნდა, პროფესიით და ვარ პედაგოგი. ყოფილიყავთ თუ არა სხვა ქვეყანაში? უამრავ ქვეყანაში ყოფილვარ, კი, ყოფილვარ. გაიხსენეთ ინკოგნიტოს თაობის ლექციები. ნიკა ხო არ მომშოვე. მადლობა გამახსენებისათვის. დაცვი ფასეტელე მაყურებელი. როგორც მანანა მასწავლებელი იყო, იქვე ხლად კეთილი საქმით გამოწვეული მხურვალეცრემლი იყო. მაშინ იყავით კეთილები და ღმერთი აუცილებლად დაინახავს, თუმცა მის დასანახავად ნუ გააკეთეთ ეს გოლეთ კიდოდ. ესეც რამოსიყვარული. წავიდა. არა, ეს ასე რომ არ იყოს კიდევ ხომარა. ასე რომ არის, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მე მგონი ცოტა არც იმას, წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა. კრწანისის მიწად, ასპინძის მიწად, მარაბდის მიწად, დიდგორის მიწად, განაქართველი არაერთი იმიტომ იქცა. ქართულს ხოჭე რომ არ მომწონს რა ერთი ყალბი, იმიტომ. ეხლა იგი გასაგებია რომ არ იყავით ჩა. გამოდი აღარ მოვერია. ზიპო აკეთ. ზიფო, ალაზანო, ყვარო, ჩაუშკარო, აგერ ახლა ხას გარდაცვლილო გალაქტიონო, ხინძმარაულო, ტიბანო, ღვინო, კახურო, გამოსროლილო, ხევსურეთით ლექსო, ხალხურო, დიდო კოლხეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო. ვერ დამათუ, ვერ ვინ ამბობ, მე ვინ ბატონო, მე იმისა. ვინ რას ამბობს ელენე? დიდო კოლხეთო? მაჩვენე მაშინ მე ვინ დიდო კოლხეთო, დიდო ქართლო, დიდო შამქორო. ვერ დამათუ, თუნდა ჩამქოლონ. ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს. თები მასხია თქვენგნით, მხოლოდ თქვენგნით. იცოცხლე მე ვიხორცი. ასე. იცოცხლე ვიქცე ბალღად. იცოცხლე მე მოგილხინო, შენ მეყოლე კარგად. ბაზო, კორტოხო, კრამიტო, ჭადარო, მსეო, ცა, კაცსავით გადღეგრძელებ. შენ სადღეგრძელოს კარგი ხარ. იყავი, მეტი რა გინდა, შენ საქართველო ხარ. ეხლა სულ გადმოგულას მაგის. დავიდა, 4. გადადიოდა. რატო წამოწეს ელენე ვერ გამოდიოდა. ფილოში ვარ. ელენე ამოდის კიბეები და ეს ყველაფერი წერება ამბობს ტექსტს რომ აი ჩვენ გარდაევის ამ გადასახადოებაზე დავდივართ და რაღაცა. მაგრამ მეყველება უნდა ვიცოდეთ, მაგრამ მე უნდა ვთქვათ ის უნდა ვიცოდეთ როგორ. აი თქვენ ახლა და აი თქვენ ცოტა არ მოთხოვო. ამას ხო. ამას ყველაფერი ასე ამის ის არის. გამოდიოდა. მოდი გამოდიოდა, გეხოთები და შემოჩვენი ენერგეტიკული სტიმულატორი. სიცოცხლე. სიცოცხლე. Hey! So, я тут сказал, Ай, можно было Михаил звать. Сам же да. Или я Там уже как Михаил звезда звезда. თუ არა ჯერ მე რომ მეორე მესამე კაცები. და მე შეერთდები, ხო? კაი. მესამე კაცები. ლექსის დროს მაინც ყავდა რა. ანუ მე
და ვიხსენებ იმ ამბავს. აი დამოკიდებულება გახსოვს? აი გითხრა ესე. ანუ მე ხოსაბამედა. ისა ამის რამდენად დიდი პრიორიტეტი ირჩება გადასაღებოიდაზე მეტყველებას? ნუ ძალიან დიდი პრიორიტეტი აქვს ამას. ბავშვები როდესაც გადიან პრაქტიკულ მუშაობისთვის სადღაც ქალაქგარეთ და პრაქტიკულად მათ გადასაღებოიდაზე პრაქტიკულად უნდა გადახოციოთ. და ამიტომ მithilin ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ რა არის იმედი დიდი საშუალებები არ არის იმ არაფერს აკეთებს. ხო რომ თქვა რაღაც ქმედება გადავიღოთ თქვა ბოლოს აღარ თავზე რაღაც ასახში. ამ ბავშვებში ვიდეო ბას მიოდგას. დაგეს ვიდეო ბას მიოდგას. ვიდეო არ როგორც ისეთი არის მეგონი ცოტა მიბახვეც. კიდე რამე ეცი გითხრა ელენე. მე ძალიან მაუბრია შენ იმიტომ რომ მეგონი გიოგით საერთოდ სამეგებ და ვარ ვიცოდი რა. კარგი ბავშვი ხართ. აღარვეზი რაც დოჩენ უნდადილა. ხო, ჩუმად ვიქნები? ვინც ლაპარაკობს ხომ სტუის, ვინც დუმს, ის უფრო სტუის. ვინ არის? მე ჩაერთოს ხაზ რაღაცა ფრაზა და ბრაიმია. დღეს და ჩვენში. ფერა მე ამიჭირს, ქვის ქვეშ რა ვიცი. ბრაიმია. არა, ქვის ქვეშ რა ვიცი. აი, გავძურებინებს ის ხუნში და ჩემს მიზანს მაინც მივახცევ. თქვიავა? ქვის ქვეშ რა ვიცი. აი ბრალი მე ამიდის. აი თქვენი ბრალი თქო. მე კიციც ვიცი და კიც მაცურიც. ბრალი მე ამიდის. დღეს და ჩვენში. თორე მე ამიჭირს ქვის ქვეშ რა ვიცი. ბრალი მე ამიდის. დღეს და ჩვენში. თორე მე ამიჭირს არა მარტო კიცი, კიც მაცურიც ვიცი. გადაცემა სრულდება. საერთოდ გაფრინდა. უკაცრავად საერთოდ გაფრინდა. უკაცრავად. საერთოდ გაფრინდა და თქვენს ტელეეკრანებს ჩვენს გაუფრინდები. დაელოდეთ შემდეგ უკრას. არ გავუშვათ ჩვენი ნახუშანსი ხელით და ცხოვრება ასე უფრო მშვენიერი მოგეჩვენება. ნახვამდის. აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე. კარგად. ახლა კი შემოგარგებო, სულ რამოდენიმე წუთით გადავფრინდეთ ჩვენი ბედნიერი ბავშვობის იმ მშვენიერ წლებში. აბსოლუტურად პროფესიული განწყობა იყო. ენერგიული სახეული და? იმიტომ რომ ტანგოს ვცევა. დაგისავთ კითხვას? კარგად ახართ. ინკოგნიტოს ცხოვრება ძირითად რეიცება. მოგესალმებით, დღეს ჩვენი სტუმარია ნუგზა რუხაძე მაზარუზარ კარუსელზე. რა ვიცი, რა გითხრა, ინკოგნიტოს ბავშვებისნაირი, ნიჭიერი, საზრიანი და მოხერხებული და რა ვიცი, გონიერი არაფერი მინახია ქვეყანაზე. და თქვენ ხელა ვიყო ახლა და გამაკეთებია ყველაფერი ის, რასაც თქვენ აკეთებთ. სიმართლე გითხრა ისი, მე რომ მქონოდა შესაძლებლობა ბავშვობაში, რაც თქვენ აგაქვთ ახლა, ხო? ახლა ალბათ გაცილებით უკეთ გავაკეთებდი იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. თუმცა ისიც უნდა გითხრა, რომ ახლა ჩემილი ბევრი რაღაც ვისწავლოთ თქვენგან. აი მაგალითად შემიძლია ვისწავლოთ თქვენგან, როგორ მეჭიროს თავი ეკრანზე, რომ ვიყო უფრო მიმზიდველი და მომხიბლავიან და როგორ მოვახერხო, ძალიან პატარა დროში ბევრი რამ გავაკეთო. ან კიდევ როგორ მოვახერხო ისე რომ არც როცა მიყურებს ვინმე არც იმას შევხვევს რომ მიყურებს ეკრანზე და არც მე მეჩოთირებოდე ჩემი თავის დანახვა რა ჯობია ამას რამდენ რამე გქონიოთ თუ არა და ბევრმა არ იცის ინკოგნიტოს ცხოვრება ძირითად რეიცება. ყველაზე თბილი მოგონება იყო რომ ესე იგი ჩამოკიდებული იყო ვაშლი და უნდა მოგეკპიჩა და ნერწყვი მომდიო და ვიღას რო კპეჩდა ეს იყო ყველაზე თბილი მოგონება ინკოგნიტოს ცხოვრება ძირითად რეიცება. რას გვაძლევს თქვენი აზრით მომავალში ჩვენ რა შეგვემატება იმით რომ დღეს ვართ ტელევიზია ინკოგნიტოს სრულუფლებიანი წევრები ასე ვთქვათ. რას ქვია რას გაძლევს პროფესიას გაძლევს უპირველეს ყოვლისა პროფესიას გაძლევს და ამოგაცნობინებს საკუთარ თავს საუნუკვარ ბავშვობაში ხო ეს მოგჭირდება არა ბანანა ინკოგნიტოს ცხოვრება ძირითად რეიცება. მე ვფიქრობ რომ ეს ტელევიზია ინკოგნიტო ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ქართული მომავლისთვის ქართული ჟურნალისტიკის მომავლისთვის ჩემის აზრით და წარმატებებს ვსურვებ ყველა საერთოდ ბავშვს და ყველას ვინც ეს ტელევიზია დაარსა.
And now, my dear friends, let's fly back into the wonderful years of our childhood for a couple of minutes. ეს არის ჩემთვის დიდი სიამოვნება, ამის გახსენება. იმიტომ რომ ამ სტუდიაში ყოველთვის დადიოდა ისეთი ბავშვები, რომელსაც უნდოდა ჟურნალისტობა, მაგრამ გარდა ამისა, მათ უნდოდათ რომ გაეგოთ თითქმის ყველაფერი, რაც ჯერ ჩვენ ქვეყანას ჭირს. მერე როდესაც გავდიოდით საზღვარგარეთ ყოფილვართ, აქ რაიონებში ყოფილვართ, ეს ბავშვები იყვნენ, აი დღეს ყველა ჟურნალისტია. იმდენად საინტერესო ბავშვები იყვნენ და მე მათთან არ მჭირდებოდა გაჩვენდი, აბა მომისმინე, რაც საერთოდ გჭირთ ახალგაზრდებს. ესენი აი ესეთი თვალებით, ოღონდ რაღაცა წაეგლიჯათ ჩემთვის. და ვამთავრებდი ლექციას, მაგრამ არ მიშვებდნენ. კიდევ რა ქალბატონზე იყო, აბა მოდი ვცადოთ, იმიტომ რომ მე ძირითადად ხო მეტყველებას ვასწავლეთ, ძირითადად კი რა მეტყველებას ვასწავლეთ. საბავშვო ტელევიზია ინკოგნიტო. წყლარი თუ მოусვენად. ეთილი ეშმაკი. მეძებდა აი ასე. ან საფრის ახურავზე იქნება, ან ხეზე, მე მიწაზე ვერ მხედავთ. ნუ მოკლედ ფუნდაც ვიჯექი კლასში. თქვენ აღიარებული ხართ სიცივის დედოფლად. უყურეთ, კიდე არ გძინავს გოგო. ზია კვირიკაშვილი. ეს კითხვა ძალიან მომეწონდა. ყოველ შაბათს 19:20-ზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში უყურეთ გადაცემას ცნობილი ადამიანების უცნობი წლები, ანუ მათი ბავშვობის წლები. კიდევ იხლა ბბგერე დავამატოთ ბი 3 4 ბი ე ბა ბო ბუ ბი ე ბა ბო ბუ ბი ე ჰა შეკარი ტუჩები შეკარი ეხლა ხელის გარეშე ი ე ა ო აზე ბი 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 ბე 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 ბა 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 ბო 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 ბუ ბუ ხოჭა ბე 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 ბა 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 ბო 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 ბუ ბუ ბი 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 ბე 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 ბა 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 ბო 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 ბუ ბუ მე მა მო მუ მე მა მო მუ მე მე მამაზე ჩამოხდები მამა მუ მე მამა მუ მიმ არა მიმა ცხირში არ წავიდე ცხირში არა მიმ მიმ არა მიმ მემ მამ მომ ჟღერადობა მუმ მიმ მემ მამ მომ მუ სტოპ ძირითადად რა პრობლემები წარმოიშვა მეცადინეობის დროს მეტყველებაში? რა შეეცი ქეთი საქმე დღეს მე მაქვს პირველი გაკვეთილი ამათთან აი ესე ბუნების წიაღში წამოვედით წაღვერში და ვეცნობი ბავშვებს და ამიტომ აი ძირითად პრობლემა შეიძლება ერთი რამე გამოვყურო აი ეს ლასის პრობლემა აქ არის საშინელი არა მარტო ამ ჯგუფში ამათთან საერთოდ ახალგაზრდებშიც ძველგაზრდებშიც რატომღაც ეს მოდაში შემოვიდა რბილი ლ V ბგერა გადადის უში ესეც ინგლისური ვა ყველა მოვიდა წავიდა ესე ლაპარაკობს V საერთოდ არ არსებობს ქართულში და არა და V ყველაზე ლამაზი ბგერაა მილბაგისმიერი ბგერაა და მსღერია და როგორ შეიძლება ეხლა მიყვარხარ გითხრა და არა მიყვარხარ ხო ვარდი ვთქვა და რა ვარდი ჯერჯერობით ახლა ერთი გაკვეთილით ვერაფერს ვერ გეტყვი გამოვასწორეთ არგუმენტს მაგრამ მე მაქვს იმედი რომ აქ ისეთი კარგი ბავშვები არიან ისინი დაძლევენ ამ პრობლემას. ეს ერთი შეხედვით სასაცილო მოძრაობა ძალიან სასარგებლოა იმისათვის, რომ ლაპარაკის დროს ორივე ბაგე აქტიურ მოძრაობაში იყოს, რაც საბოლოო ჯამში იმისთვისაა საჭირო, რომ ქართული ენა ნაკლებად დავამახინჯოთ, რაც სამწუხაროდ დღეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება. ჩვენ როდესაც გავდიოდით, ეს იყო საზღვარგარეთი თუ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ქალაქებში რა იყო იცით? სასტუმროებში რომ შევდიოდით, ხო ყველაფერს ნახულობდით, მერე
აი დასვენების დროს, როდესაც უნდა ჩვენ შევკრებილიყავით და იქ ჩვენი შთაბეჭდილებები გვეთქვათ, ეს ბავშვები ყველაფერს, როდესაც ვიყავით გარეთ, იწერდნენ, მერე შედიოდნენ თავიანთ ნომრებში, აყალიბებდნენ ამ თავიანთ აზრებს, ჩამოყალიბებული ჰქონდათ რა ნახეს, რა და ამას აქცევდნენ მერე რეპორტაჟებად, აი გადაცემებად და ასევე სხვა ბავშვებს, ანუ მათ მაყურებელს აცნობდნენ იმ ქვეყნის, იმ ქალაქების ისტორიებს და შთაბეჭდილებები, რაც თვითონ მიიღეს, უნდათ რომ მათაც ეხლა ერთი რამე უნდა მოუყვე. ბაკურიანში ჩვენ გვყავს ერთი, ვიცით, საოცარი პედაგოგი ყავთ, ვისი არსებულიც არის ეს სტუდია, მანელა გაბრიჭიძე. ნუ ჩვენთვის მანჩოა. ბაკურიანში წავედით. ნუ რა თქმა უნდა იგივე ყველაფერი ეს, მაგრამ ხო გქონდა ხო თავისუფალი დრო გვინდოდა გვესრიალა, გვეციგავა, იმაზე დავждარიყავით რა ქვია, მაგას არ ვიცი. ბორანზე. ხო და მანჩო მეუბნება, მოდი ეხლა უნდა დაგსვავ. არა, ვეუბნები მანჩო. ცხოვრებაში ამ დროს ნუ არის დიდი ვარ ეს მანჩო ეჭენი შვილია. ნუ გეშინიო დამისვა ამბორა, ეს გიჟია, ნამდვილი გიჟი. რომ შემოაჯდა ამ ბორანს და რო გამაქრო, დედა რა სიამოვნება მივიღე. მაგრამ მანჩო გეხვეწები, გაჩერდი. გემით გავისეირნეთ. იქ არის ესეთი დიდი ტრამპლინი და იქიდან შეგიძლია მე აჩერებეგებს და იქიდან შეგიძლია გადმოხდე და იცურავო. ვეუბნები მანჩო, არ გადმოხდე, დამანებეთ არ. იცი რამ ხელა სიმარლიდან გადახტა? არა, ნუ გიჟია, ვეუბნებით გიჟია. აი ეს. ხალი ოცნება, ხალი სინაზე, ხალი ცისრევლის ოგიმიზაზე. ხალი ოცნება, ხალი ალებს. მამაზო ქალო, დანო დადანო. ქალო 1000 ჭირის სამტანო. ქალო ბრძობის და ყოფის სამყარო. კაცება, ხელის გულზე უნდა გადარო. მე პირადად მაგისთვის ვარ გაჩენილი, რომ ხალი ვაკრავო ხელის გულზე. განაცხადა ეს უნდა იქნება. კურსელს კი მეძახით და ინკოგნიტოელ და თან არის, მაგრამ აი ამისთვის ღირს მუდმივი მეოთხე კურსელა. რაჭველი ხა, მაგრამ მაინც ხო მივხვდები რომ მართლა მაგარი იყო, მაგრამ ისე ხვდები უკვე რომ კაია და დახვდები ისე და ამისთვის ღირს რომ მეგრელიც ავიტანო.
ვიყავით ვარს და ვიქნებით უნდა მესა ბედნიერად და მშვენივრად ერთად. I wanna live for my life day by day. I wanna live every day as my best. I wanna live for my life day by day. I wanna live it right away. ეს არის ჩვენი კომენტარი. ასეთი კარგი მოგზაურებები გქონდა სულ. ბედნიერი ვარ რომ მე მათთან ერთად ვიყავ. მე მგონი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. რას ვისურვებთ ინკოგნიტოს წარმატებულ ჟურნალისტებს? მე თქვენ გისურვებთ რომ იცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში. მე გისურვებთ რომ ისწავლოთ კარგად, დაუჯეროთ მანჩოს პლუს, რასაც ეს გასწავლით და თუ ჟურნალისტობა გინდა ჩემო საყვარელო, ეკა აუცილებლად გამოხვალ თუ გაყვები ბოლომდე და დაუჯერებ მანჩოს. აი მე ამას გისურვებ ყველას, როგორც შენ, ასევე მთელ სტუდიელებს, ვინც აქ არიან. იმიტომ რომ აქედან ძალიან ბევრ რამეს წაიღებთ. დამიჯერეთ, არ დაგეზაროთ არასოდეს რასაც გეტყვით, მანანა იმის შესრულება. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება და აი გაძლევთ ორივე ხელი ამიწევია. მე მგონი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა. დრო დაგემშვიდობოთ ქალბატონო ზეიკო, სასიამოვნო იყო თქვენთან დროის გატარება. და თუ შენც გინდა გამოხვიდე წარმატებული ჟურნალისტი, მაშინ გვეწვიე კოსტავა 68 ნომერში ან დაგვირეკე ნომერზე 599146525. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენთვის გადაცემაზე უმუშაოდი ეკატერინე გოჩიაშვილი. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო შენთან ურთიერთობა და მადლობთ ამისთვის. კითხვებისთვის მადლობა. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენგეოლდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 00 გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა კაპიჭიძე.